What's up, სასტავი? სალამი ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ დღეს ესე იგი ჩელენჯი რაღაც გარკვეული მეც გავაკეთე როგის გუჯა. ჩემი ფაქტობრივად გამოდის ბავშვობის ბრო ატყდა. რა უნდა რომ სადოს. მე უკვე მაქვს მიახლოები წარმოდგენა, რაც მოხდება და რა იქნება, მაგრამ უნდა რომ სადოს. ვიტყვი ხარ როგორ სიტუაციას. ამ ჩელენჯში მარტო ძალა არა ეს საკმარისი. ძალეზე თუ მივასაუბარი ეხლა შეჯიბს ამოიტანა 314 კილო bench press-ი მხარის ტკივა, მაგრამ ერთი 170, 175, შეიძლება 180-ს უიჭველი აწევს და შესაბამისად squats-აც აი ულოპარაკოთ ვიცი რომ 300 კილოს იზავს, მაგრამ აქ დიხალკა სხვა პონტი არის რა. ანუ გარკვეულად წინა ჩელენჯში ვისაც თქვენ უყურეთ, მე ვარ ზუსტად ვიყავი 100 კილო. აბას ეხლა ამ მოზვერს ავწონით ფაქტიურად და მაგისთან მიხედვით წონებს გამოთვლით, მაგრამ მიახლოებით წონით არის თუ რა ვსწრები 111 ან 110 კილოგრამი რა. მაგითაც მოხდება გამოთვლა. bench press-ზე უკვე ვიცით რომ გქონდეს მიახლოებით 84 კილო, გვექნება მიახლოებით 111-112 კილო ჩვეულებრივ squat-ები და deadlift-ზე გვექნება მიახლოებით 128 კილო იქნება საკმარისი ეკვივალენტით. ანუ ამ ჩელენჯში ბიჭებმა იქ ელიტა ვინც არიან, აი ერთეულებმა მოაგროვეს მიახლოებით 12 წონა რა. ანუ რთულია რეალურად გამძლეობის დიხალკის პონჩი, ანუ კლავს squat-ები. მე მაგალითად აი წელი დამეჭიმა ძალიან squat-ებზე ფაქტიურად და რა ვიცი ამათ უნდა სადოს რა ვიცი თავის პონჩი პროსტა ისეთი ვარიანტი რომ მაინც აქ უნდა უფრო ჰიბრიდული პერფორმანსი, ანუ აქ სხვანაირი არა, ანუ მარტო ძალა არ არის რა და თვითონ თავის ინიციატივით ანუ არის ფიქრობ რაღაც ვარიანტი თქვა მე ისავქენი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ უთულესია და მით უმეტეს ადამიანს ვის თავს ვაფშე კარდიო იმენა არა აქვს და მით უმეტეს კარდიოსაც ხო აქვს მნიშვნელობა, არის ანაერობული სადაც უხეშად უნდა იმუშაო 1-2 წუთი, რავი მაქსიმუმ 2 წუთნახევარი. ეგ ვაფშე არ არის და აი უფრო აერობული ზონა თქვა, აი როცა უკვე არის თქვა რაღაცა თქვა მიახლოებით საბრძოლი 1-8-10 წუთი ძალიან რთულია რა, იქ ძალიან სხვანაირად გარბის წამები, იხჩობი, ჟანგბადის ნაკლებობა გაქვს. ნახოთ რა, თავარია ყველაფერი ნორმალურად ჩაიაროს, ჩელენჯსაც უიჭველი აქ ავაწყო. სასწრაფოში თუ რაღაცა არა. ეს მე გამოჩნდება, დავაი, რა დაგი. ნუ გეში. ნუ გეში, სხვადასხვა სპარტლენ ბალონჩიკს დავიმარაგებ. რამდენი ხარ ბურვიკა? რამდენი 111. მე დროს გეტყვი Sinal შეგიძლია ცოტა მოხვიდე. რა ვიქნე დაწოდი, გაიზარდე 3 წამი, 2 წამი. 1 წამი. დავაი. დაიშო. რამდენი იყო? რამდენი იყო? ჩიტმეტი. ეთქუთხი დავაი. 43. დავაი. აი 43. და 5 წამი. დავაი ბური. ოიღებს მამ. Start. 5 და 20 წამია. დაიშო. ორჯერა შეიცადო. 30 გამეორება. 5 და 28 წამია. 11 და 12. ახლა მომისმინე, დაიცე, ჯერ სანამ არ გეტყვი, ხამდე არ აქვს. 37, 38, 39, 40, 23 დაჩვენ, დაიცე და ბოლო შეეცადა. დაისვენე. 47, 48, 49. და 13. 40 არა, შუა რა. დაიცე. Чему араб сарок пишет вообще? არა. Как модият? Аги таджикистан пишет, დაისო. ათიანები დააკეთე. Просто боксне заживи, так.
წამი გავიდა. ეს კიდე პუნქტი წავიდეთ. ვარდები აზრებუნა რა აქ. კიდე 30. Sam, Ori, Eti, давай. Entri. Uti. Како? როცა მორჩება სუბოლოში. მიდი, ზაჟივი და საცთავ მოხსენი. კაი, ეს საცთავ მოხსენი. მე შევატი რა. ან საცთავ ბლინი მოხსნა? მარტო ხედები მოხსენ 3 წელი. წამი გავიდა. განმეორება, აი. დავა. 45 წამია. 46. განმეორება. 50. დავай. ცოტი გავიდა. დავай, ჩაუ, იგავას იგეს. Давай, сам. Ох, დაიხარ. 5. 6. 7. 8. აია. კიდე 20 წამი გავიდა. 40 დაგვიჩა. კიდე 30 წესა. კიდე დაისვენ და ბოლოში შედი. 25 წამი გაჩა. გავიდა. სტაუ. 3. 1. 2. ბოლომდე ჩადი. 6. დაუზელი ბარემ უკვე აღარ აქვს. ორი შაქს, დაისვენ. გადატრაკ. შაქს აისვენ მოხსენ. ეს ის კონცეპტო. სამი დაგჭა. ხა მთავარი ეს დავაყენოთ ჯგრულად. მეცა.
Siamo nella. Toto შენსკინა იგორე. 5 წამი დარჩა. 4, 3, 2. ის არ არის. რამდენი საათი გამოვიდა? ეგ არის. ითო კლებ, ელა ისუნთქე და გადაგიulis. საბეღლავი ხარ მოგიტანო. ისუნთქე, უმარცხენი. ორი დაგაქვეითებ, გენერალი აღარ იქნება. ისუნთქე და გადაგიulis. აი მაქსიმუმი 1-15 წუთს ამოვიეკიდე. წამოკისროდის ბალონი ჩაისუნთქე, წამო. ეიმან მიშველა. აჰა, აი ეს არის. ეკითხებიან რატო კოსპიტიო. ეგე? ისუნთქე ნორმალურად ისუნთქე. გული არა ირიო გეხვეწები რა. დღეში ისედაც აჭამს ძლივს. აი 1300 კალორიას. 1000 დატოვა ქებში. ისუნთქე და გამოხო. ნუ ეგ არის ფაქტიოთ რა. რაც იყო ეგ იყო, ბოლოს გახდა მაგარიცულად რა და აქ ყველაფერი ეს ხო გასაგები ვარიანტი. უბრალოდ თვითონ არის ესეთი ისტორია შეიძლება ითქვას რა. ხანდახან ინტერესებში ვარდება ხოლმე ევასება ციფრები ანგარიში რაღაცეები. მე მეღადავებოდა, იმიტომ რომ ფაქტიურად მაშინ მახსოვს რომ რაღაცა მიახლოებით კითხეთ გეგმონი ჩატს და მაგან დაწერა რომ შესაძლებელია 15-16 ტონის გაკეთება. ნუ კაროჩე მაგარ პიზდიოშ უბრალოდ ეს ჩატი ბევრს კაროჩე მიაჩნია რაღაცათ იმენა, მაგრამ გეუბნებით რომ მაგარი დებილია. პროგრამაში და просто უნდა ჩელენჯი ეცადა. მიახლოებით 1 ხატონა გამოვიდა რა უხეშად. რთული კომპლექსია. რთულია ძალიან და ანუ მარტო ძალა არა ეს ფაქტურად და რეალურად ისეთი კონტი არის რომ აი ზუსტად მელიჩნად ჩემთვის ყოველთვის ვამბობდი მაგ სიტუაციას რომ ეგ არის ეს სპორტი გარკვეული ეს მოწმინებითი კროსფიტი და რაღაცა ეს არა ეს ყოველთვის გარდა იმის რომ ცხენის ჯანმრთელობა გინდა ყოველთვის შემოვიდა იყო ძალიან ჯანმრთელი გაკეთე ყოველფერი რა იმიტომ რომ ჯერ რო ხდებოდეთ თქვენ აი მიხვედით ვორჯიშზე მაგალითად და გააკეთეთ მაგალითად უხეშად 1-5 მისვლა 1000 გამეორება ვთქვათ ამ თქვა გააკეთეთ სკვატი, ფეხების დღე გაქვს და რაღაცა, იქ ტონაჟი არის უხეშად, შეიძლება ვორჯიშზე გამოგდიოდეთ 3 ტონა, შეიძლება 4 ტონა, უხეშად ვამბობ რა და აქ ამ ვიწრო მონაკვეთში გამოდის მუშაობ მიახლოებით 6 წუთი, ჯამში გამოდის მუშაობა სადღაც მიახლოებით ესე იგი 8-10 წუთი ჯამში და აბრუნებ მიახლოებით 9-10-11 ტონას.
რთულია ძალიან რთული არის უზომოდ იმიტომ რომ მე ფაქტიურად მაშინ ყველაფერი გავაკეთე მეორე დღე ვიყავი ებინა დანგრეული რა და როგორი მუღამი გამიჩნდა ფაქტიურად ანუ მე იმ რეიტინგში ბევრი ხალხი იყო საკმაოდ და მე რეიტინგში გამომივიდა მეგონი ვიყავი მერვე თნიან რეიტინგში მაგრამ სკვათებში ვიყავი მეორე და ბენჩპრესში ვიყავი ტოპ 5-ში ეხა ვიფიქრე სკვათში რო ყოფილიყავი პირველზე ერთი გამეორებით უნდა გამეკეთებინა მეტი და ვიქნებოდი პირველი სკვათში ამიტომ ისეთი პონტი არის ფაქტიურად რომ შეიძლება ამის გადაწერა მომდევნო წელს 1,000,000% ვწდი და ვწდი თან ისე რომ პრახუტკა გავიარო სტრატეგიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სტრატეგიის პონჩი უნდა დავაგდე ნორმალურად რა და ბენჩი ვაფშე ყველი იყო 44 წელი წავიდა ვაფშე მანდაც შეიძლებოდა თავისუფლად 1-2-3 გამეორების დამატება 4 გამეორების დამატებაც რა და მომდევნო ჩემი მიზანია ვცადო რომ გამომივიდეს მიახლოებით 12 ტონა და ეგ შესაძლებელია რა 12 ტონა უკვე არის ტოპ 3 არის ულაპარაკოთ ამიტომ ესეთი ჩელენჯი გავაკეთეთ პატარა ეს ვიდეო დაგვრჩება არქივისთვის ჩვენვე თქვენს ბიჭები შეგიძლიათ ვსადოთ მაგრამ ჯობია რომ ნორმალურად მოემზადოთ ამისთვის თქო გააკეთოთ პრახუტკა და დაალაგოთ სტრატეგიული ვარიანტი რა წონის თქვენი ფიზიკური წონის 75% არის ბენჩპრესი 100% არის სკვათებზე თქვენი წონისა და 125 ისა 125% თქვა 100 კილო ხართ 125 კილო არის სკვათების ისა დედლიფტის თემა დედლიფტზე მიდიხარ უკვე წელი გათიშული რა იმიტომ რომ გადევს დაჭირულ მდგომარეობაში კიდე არ გინდა რომ გიდევს წონა ფეხებზე короче იღელება ძალიან აი სიმინა წელი რაც გჭირდება შესაბამისად წიაგაზე ეს ტიპატარა ჩელენჯი ყველას დროებით ადიოს